მშვილდოსანო, როგორ ხარ? კეთილი იყოს შენი მობრძანება არხზე და შენს კითხვაში მშვილდოსანო. ჩვენ დაუკავშირდებით შენს ენერგიებს ამ დღეებისთვის. შეგახსენებ, რომ ეს არის ზოგადი კითხვები, ამიტომ გთხოვ აიღო ის, რაც შენთან რეზონირებს, ხოლო რაც არა, სამყაროს გადასცე. და ასევე გაეცანი შენს მთვარის და ასცენდენტის ნიშნებს, იცი, რომ ისინი ყოველთვის ავსებენ მთავარ კითხვას. შენს კითხვას დავიწყებ ენერგიის ორაკულის გზავნილით, ეს არის ძლიერი ორაკული, რომელიც გვაძლევს ნიშანს გიდების, მასწავლებლების ან წინაპრების მეშვეობით, იმის მიხედვით, თუ როგორ ავლენ მას ამჟამინდელ დროში. ნახოთ, რისი დანახვის საშუალებას მოგცემენ ენერგიის შესახებ. კარგი, ინი და იანგი არის ოსტატური ენერგია, რადგან მასთან ახლავს ოსტატური რიცხვი, ეს არის 22. ენერგიები, რომლებიც ერთიანდებიან, ენერგიები, რომლებიც ავსებენ ერთმანეთს კონკრეტულად ინი და იანგი, მამაკაცური, ქალური და პირიქით. აქ მე არ ვსაუბრობ სქესებზე, მე ვსაუბრობ ენერგიებზე. მომენტები, რომლებიც ეს ისეთი შეგრძნებაა, თითქოს დეტალები, რომლებიც საჭიროებდა დახვეწას ან მორგებას, რაღაცნაირად ერთმანეთს ერგება და რაღაც იწყებს ფუნქციონირებას იმის საფუძველზე, რაც არის სრულყოფილი მოძრაობა, შეიძლება ასეც ითქვას, არა? ეს არ იქმნება როგორც იდეალური მომენტი, არ იქმნება როგორც ის, რაც მოსალოდნელია შესაძლებლობების ადგილიდან, არა? საქმეები იწყებს ფუნქციონირებას ამ ადგილიდან. მაგალითად, გარკვეული საკითხები, რომლებიც გარკვეულწილად შორს იყო გადაწყვეტისგან. ანუ შენ მცირე ალბათობა გეგონა იმისა, რომ რამე მოგვარდებოდა, ან იდეალურად ჩაჯდებოდა, მაგალითად, შენს ყოველდღიურ რუტინაში, შენს სამსახურში, შენს ურთიერთობებში. ან ეს შეიძლება ყოფილიყავი შენ და სხვა ადამიანი, რომლებიც რაღაცნაირად ამ მომენტში თითოეული თავისთვის იყავით. კარგი, რაღაც იქ სრულყოფილად ჯდება. იმისთვის, რომ ეს სრულყოფილად იმუშაოს, რადგან ცალკე არ იძლეოდა ძალიან კარგ შედეგს. ეს უნდა იყოს გაერთიანებული იმ კომბინაციაში, რაც შეიძლება იყოს სრულყოფილი კომბინაცია, გეტყვი, არა? რადგან ეს არის სრულყოფილი კომბინაცია. და გაითვალისწინე რიცხვი 22, რომელსაც აქვს დიდი სიმბოლური მნიშვნელობა, რათა ცოტა უკეთ გაიგო. რადგან შესაძლოა თავისთავად უკვე იმის თქმა სურს, რომ რაც უშუალოდ გაჩერებული იყო, აქტიურდება. ის, რასაც შენ გრძნობდი, აღიქვამდი როგორც ინტუიციას, ნიშანს აქვს ლოგიკა, რაღაცნაირად მატერიალიზდება. და გარდა ამისა, შენ უფრო გახსნილი და გამგებიანი ხარ ამ ცვლილებასთან ადაპტაციისთვის, ან ამ ციკლთან ადაპტაციისთვის, რადგან ეს ასევე უკავშირდება ციკლს. ციკლი იცვლება და ციკლი გაიძულებს. ეს ცვლილება გაიძულებს მოერგო სხვა რეალობა, სხვა კონტექსტს, სიტუაციას. ძალიან საინტერესოა ის, რაც მოხდება, რადგან ციკლი ხშირად აღნიშნავს შემოქმედების ციკლებს, ახალი დასაწყისების, მნიშვნელოვანი გარე ცვლილებების და შინაგანი ცვლილებების ციკლებს, რომლებიც აისახება გარეგნულად. ამ დეტალები, როგორც გეუბნები, რომლებიც ყალიბდება და შენ უნდა გამოიყენო დადებითად ყველაფერი, მთელი ეს პროცესი, რადგან ეს არის ძალიან კარგი. ნახოთ, რას გვეტყვიან. მეუბნება, მოიძიე კონკრეტულად, რას ნიშნავს ინი და იანგი, დაპირისპირებული მხარეები, რომლებიც ავსებენ ერთმანეთს. მაგრამ ამის მიღმა შეგიძლია მოიძიო მეტი ინფორმაცია ინის და იანგის შესახებ კონკრეტულად და ასევე რიცხვის 22 შესახებ, რადგან მიზეზის გარეშე არ აქვს რიცხვი 22. კარგი, ამოვიდა კვერთხების 10-იანის კარტი. კვერთხების 10-იანი არის კარტი, რომელიც გვეუბნება ცოტა იმაზე, რომ საჭიროა ყურადღება მივაქციოთ იმას, რაც უკვე უნდა გავუშვათ. არა? რაც უნდა დავტოვოთ. კარგი, შენ გაქვს მონეტების რაინდის კარტი და გაქვს მაგის კარტი. და ის, რაც შეიძლება ლაგდებოდეს, არის სიტუაციები, რომლებსაც შენ ხედავდი, თითქოს არ იყო სავარაუდო, რომ სამსახურის ეს შესაძლებლობა გამოჩნდებოდა, რომ ეს ცვლილება მოხდებოდა ურთიერთობაში, ან რომ იმ ურთიერთობას ექნებოდა გაგრძელება, ან ისევ სრულყოფილად ჩაჯდებოდა ეს ადამიანი, ან ეს დავალება, რომლის გაკეთებაც გინდა, რადგან ყველაფერი დაკავშირებულია მონეტების რაინდთან. ამიტომ პირველ რიგში ამ ენერგიის მისაღებად, რადგან შენ ასრულებ ციკლს, როგორც პირველმა კარტმა გითხრა, და იხსნები რაღაცის მიმართ, რაღაცის პოზიტიური დასაწყისის მიმართ. შენ უნდა გაუშვა ტვირთი, ითხოვო დახმარება, მიიღო დახმარება, ან გადაანაწილო პასუხისმგებლობები, რადგან სტრესი, ზედმეტი მოთხოვნები და ტვირთი დიდად არ გეხმარება ამ ციკლის დასაწყებად, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ხედავ, რომ ბევრ საქმეს აკეთებ ერთდროულად, ან გაქვს ბევრი ან ძალიან ბევრი სამუშაო და გაქვს საჭიროება. შენ ცდილობ ასე ამოვნო სხვებს, ან აჩვენო შესანიშნავი შესრულება. თუ ასეა, კარგია, რადგან როგორათაც არ უნდა იყოს, შენ გაქვს ამის ჯილდო, შრომისა და თავდადების წყალობით, რადგან მოდის აღიარება მონეტების რაინდის მხრიდან, არა?
ან შენ ხარ ის, ვინც ამ კარგზეა დადგომილი როგორც ვიღაცა, ვინც დაინახა ის სამუშაო და მოდი შემოგთავაზოს. და ეს აღიქმება როგორც ჯილდო, რომელიც შეიძლება იყოს ის დეტალი, რომელიც აკლია კონკრეტულად ცვლილებაში ჩასაჯდომად, არა? ციკლის ცვლილებაში. მაგრამ თუ ეს შენი მხრიდან არის, არა? კარგი. მე ვაცნობიერებ, რომ უნდა განვითარდე და უნდა დავხვეწო ჩემი ფოკუსი და ჩემი შეუპოვრობა და ჩემი შეუპოვრობა იმის მიმართ, რაც ფულს მომიტანს. ეს არის ის დეტალი, რომელიც მაკლია ჩასაჯდომად და იქ უნდა გადავანაწილო პასუხისმგებლობები. რადგან ვაცნობიერებ, რომ მიზანთან ახლოს ვარ. ძალიან დაღლილი ვარ, უკვე აღარ შემიძლია ამდენი საქმის კეთება, მაგრამ საჭიროა მთელი ჩემი ენერგია ამაში ჩავდო, რადგან ვიცი, რომ ეს არის ის, რისთვისაც პირველ რიგში ვიმუშავე და მეორეც იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ეს მომიტანს ფინანსურ უსაფრთხოებას და პროგრესს ჩემს ცხოვრებაში. და რაც მთავარია, ესა რაღაც, რაც ვალდებულებად იქცევა. ჩემთან ერთად, რომ მე განვითარდე ფინანსურად და ასევე პიროვნულადაც. რადგან თუ მე ვსაუბრობ სრულყოფილ ჩასმაზე, მექანიზმზე, დეტალზე, რომელიც სრულდება, რაც არის ინი და იანგი ურთიერთობასთან, აქ მოდის ერთგული უსაფრთხო და სტაბილური ვალდებულება. დრო დასჭირდა, მაგრამ გადაწყდა დაწყება იმისთვის, რომ საქმეები აეწყოს და უკან არ დაიხევს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს ადამიანი თავს არ გზნობს უსაფრთხოდ შენთან, ან არ გზნობს უსაფრთხოდ იმ ნიადაგს, რომელზეც დგას. ამიტომ გეუბნებიან, თუ შენ გინდოდა ეს დამატება, თუ შენ გინდოდა ეს იდეალი, კარგი, ჩვენ გაძლევთ ამას, მაგრამ უნდა ვნახოთ ასევე, რომ იმ ადამიანმა თავი უნდა იგრძნოს უსაფრთხოდ, რომ იღებს იმას, რასაც ელოდება და შენ, რა თქმა უნდა, მიიღებ იმას, რასაც ელოდები. იგივეა, თუ საუბრობ სამუშაო შემოთავაზებაზე, ვიღაცამ შენში დაინახა გარკვეული თვისებები ან გარკვეული ძალისხმევა, გარკვეული ფოკუსი, რომელიც მოაქვს გარკვეულ ჯილდოს და შენ ეფექტურად ისიამოვნებ ამით ყოველდღიური შედეგით და გაფართოებით, რომელიც ჩანს, რომელიც იგრძნობა, რათა ეს რა თქმა უნდა განაგრძობდეს ზრდას, არა? არის ვიღაც, ვინც ასევე უყურებს ამ ყველაფერს და ამ დღეებში გაგრძნობინებს, რომ შენ გათვალისწინებს. არ ვიცი, ეს არის პროექტისთვის, თუ ეს არის სამუშაო პროექტისთვის, თუ ეს არის სამუშაო ადგილი, რათა დაიკავო ადგილი იმ სამსახურში შენთან ერთად ინვესტირებისთვის, შენთან ერთად ბიზნესის გასაკეთებლად. ან არის ვინმე, როგორც გეუბნები, ვისაც აქვს ემოციური ვალდებულების ინტერესი შენს მიმართ. ყველაფერი, რაც შენთვისაა განკუთვნილი, მოვა სრულყოფილად, რადგან მას აგზავნის ზეცა მაგის კარტის მეშვეობით. ამიტომ მაგი ამბობს, შენ გაქვს ყველა რესურსი და ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შექმნა ამ მომენტში მორგების ის შესაძლებლობა, რომელიც გჭირდება, რათა შენი ცხოვრება ნამდვილად იყოს ისეთი, როგორც შენ გინდა. ამიტომ შენი უპირატესობის ის რეალობა იქმნება სამყაროსთან ერთად, ყველაფერი ლაგდება შენ სასარგებლოდ. და მაგი გეუბნება, რომ ეს ყველაფერი მთავრდება ვალდებულებით, მთავრდება სამუშაოს გადაწყვეტით, მთავრდება იმ მიზნით, რომელსაც მიაღწიე შენთვის, რათა უზრუნველყო წარმატება და შეძლო შეცვალო ის ციკლი. დაიწყო ციკლი სავსე შესაძლებლობებით, იგრძნო სიმრავლე, იგრძნო სტაბილურობა და პროგრესი. რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ დაიწყო ეს ახალი ციკლი, პროგრესით იმისკენ, რაც არის ამ ახალი ციკლის დასაწყისი მაღალი შესაძლებლობები. მაყოფილების და სარგებლის. ნახოთ, რას მეტყვიან ახლა უფრო მეც კარტები. მეუბნება, რომ შენ ამუშავებ გეგმებს ან მოქმედებებს, რადგან შენი ენერგია ფოკუსირებული იქნება კონკრეტულად ამაზე იმ პროექტზე. ამიტომ შენ განკარგავ დროს და ენერგიას, რათა ფოკუსირდე იმაზე, რაც შენ გინდა. კარგი, აქ არის კვერთხების 5-იანი, არის ხმლების რაინდი და არის თასების 4-იანი. კვერთხების 5-яნის კარტი არის კარტი, რომელიც აღიქმება როგორც გამოწვევა. ის გამოწვევა, რომელიც შეიძლება გადიოდე დღეს, რათა გაუმკლავდე ამ ყველაფერს და მიაღწიო იმ მიზანს, იგრძნო თავი პრივილეგირებულ მდგომარეობაში. კონფლიქტი ან სიტუაცია, რომლისთვისაც სრულიად მზად ხარ, რათა მიიღო მასში მონაწილეობა და გამოხვიდე სარგებლით. რადგან არ ვიცი, შენ კონკრეტულად ის ხარ, ვინც აგვარებს ამ სიტუაციას, თუ ეს სიტუაცია თავისთავად ლაგდება, რადგან ისე სრულყოფილად ჯდება იმთან და იანგთან, რომ ხმლების რაინდი ყველაფერს ამოძრავებს იმ სიჩქარით, რაც შენ გჭირდება. ამიტომ ეს წყვეტს შენთვის პრობლემა ყოფნას. და მოაქვს პირადი სარგებელი, რადგან რა თქმა უნდა გითხარი. არის სიტუაცია, რომელიც ჩნდება იმისთვის, რომ შენ შეძლო მიიღო წინადადება ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ნიშანდობლივი ცხოვრების იმ არეალში, რომელიც შენ გჭირდება. ჯეროდეს ვალდებულების, ჯეროდეს სტაბილურობის და უზრუნველყო საკუთარი თავი იმ პროგრესით,
შეუპოვრობითა და განვითარებით, რაც შენთვის გულისხმობს იმ ვალდებულებას. ამიტომ შენ ამარცხებ ამ ბრძოლაში და არა იმიტომ, რომ შენ გინდა მოგება, რადგან ეს არის ჯილდოს მოგება, არამედ იმიტომ, რომ შენ ამარცხებ ამ ბრძოლაში, რადგან უფრო ჭკვიანი ხარ, უფრო ქმედითუნარიანი ხარ, რადგან ავითარებ მოთმინებას შენს თავთან და სხვებთან, რადგან შენი უნარები გამოირჩევა დანარჩენებისგან. და გარდა ამისა, ამ ხმლების რაინც მხედველობაში აქვს ასევე ყველაფრის დაჩქარება. ყველაფერი იწყებს მოძრაობას. შენ თვითონაც გაქვს მეტი სისხარტე, რადგან უკვე აღარ გაქვს ტვირთი, რომელიც ღუდავს იყო მაღალ დონეზე ვალდებული ამ გარემოებაში. ამიტომ საქმეები იწყებს კარგად წასვლას, იწყებს სწრაფად წასვლას. ხმლების რაინდი ყოველთვის მოაქვს სიჩქარის კონტექსტი. ამიტომ ვფიქრობ, აქ ასევე სიჩქარე გაჰყვება შენს მხრიდან იდეების გამომწვევს, ან შენს მხრიდან გეგმებს, ან შენს მხრიდან ქმედებებს, რომლებიც უკვე აღარ ხვდება დაბრკოლებებს, უკვე აღარ ხვდება შეფერხებას. ამიტომ შენ, რა თქმა უნდა, მოქმედებ იმ სისწრაფით, რაც საჭიროა იმ შედეგის წინაშე და იქ ყველაფერი ერთიანდება. ვიღაც მოდის ახალი ამბებით. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს სასოწარკვეთილია ის ადამიანი, ეჩქარება იმ ადამიანს, რომ გითხრას რამე, რომ შემოგთავაზოს რამე, რომ წაგიყვანოს იმ ადამიანთან, რომ გაიძულოს, არ ვიცი, იმუშაო იმ ადამიანთან, რომ გამოგიყვანოს რთული კონტექსტიდან, რომ მოგცეს ახალი ინსტრუმენტების სამუშაოდ, არ ვიცი, ან ახალი რესურსები, რადგან თუ შენ ხარ თასების ოთხიანში, ეს იმიტომაა, რომ მოწყენილი ხარ ლოდინით, რადგან დაბალი ენერგია, გაქვს ცოტა სურვილი, რადგან გამოფიტული დარჩი, მაგრამ ჯერ კიდევ ელოდები, რომ საქმეები მოხდეს. ამიტომ ხმლების რაინდი არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ გამოგიყვანოს ამ მდგომარეობიდან და გითხრას. შენ ვერ გააგრძელებ აქ ყოფნას. ანუ უკვე მოიშორე ბევრი ტვირთი, საქმეები იწყებს ლაგებას. შენ მიდიხარ მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებამდე და როცა ვსაუბრობ დასრულებაზე, ეს არის ის ჩააჯინო მნიშვნელოვანი საქმეები შენს ცხოვრებაში. ამიტომ არ არის საჭირო დროის კარგვა, არ არის საჭირო განაგრძო დროის კარგვა, ან დაჟინებით მოითხოვ რაღაც, რაც უკვე მოხდა. ეს სისულელია. უკვე მალე რამდენიმე დღეში შენ შეხედავ ამას როგორც რაღაცას, რაც რა კარგია, მოხდა, მისცა ის, რაც უნდა მიეცა. და თუ არ მისცა ის, რასაც ელოდი, არის მეტი რამ, რაც ღირს დადების გაკეთება, რაც არის ის, რასაც ხმლების რაინდი გიჩვენებს. ამიტომ სიჩქარე ასევე შესაძლებლობას ხდის, რომ წამოდგე აქედან და გამოიყენო ეს შესაძლებლობა. და როგორც გეუბნები, შეწყვიტო სისულელეებზე დაჟინება, ან მოიშორო ამის ახირება, რადგან ზოგჯერ თასების ოთხიანი არის კარტი, რომელიც გვაყენებს ისეთ დამოკიდებულებაში, თითქოს ახირება გჭირდეს. თუ ეს არ მაქვს, არ ვიძვრი, ამას არ ვაკეთებ, არაფერს ვაკეთებ. შეიძლება ბევრი რამ მოხდეს ჩემს ირგვლივ და ისინი კარგია, მაგრამ მე თითქოს ჯიუტად ვარ ამ სიტუაციაში ჩარჩენილი. კარგი, ეს თლად ასეც არ არის. ზოგჯერ შეიძლება გაგრძელება, შეიძლება სტაბილურობის მიღწევა, შეიძლება ადამიანი გახდეს პასუხისმგებლიანი, ან იგრძნოს გადახდის უნარიანობა, დაუბრუნოს საკუთარ თავს შინაგანი ძალა და თავდაჯერებულობა სხვა რამით, რაც არის ახალი, რასაც არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც ველოდები და შესაძლოა უკეთესი შედეგი მომიტანოს. ამიტომ ცხოვრება გეუბნება, კარგი უნდა გამოიყენო ეს შესაძლებლობა, რომელიც არის შესაძლებლობა, რომელიც ავსებს ამას. შენ ელოდებოდი ამ მომენტს, რათა თავის სრულყოფილად გეგრძნო რამდენიმე საკითხში და გაერთიანება შესაძლებლობას ხდის სწორედ იმას, რომ შენი ცხოვრება შეიცვალოს, რომ შენ იპოვო წონასწორობა რაღაცაში ან ვინმესთან, რადგან ის ასევე მელაპარაკება იმაზე, რომ ეს შეიძლება იყოს ემოციური შემოთავაზება, რომელსაც შენ ელოდებ. და აქ უკვე ვხედავ მშვილდოსანს, რომელიც ვინმესთან ვალდებულებას იღებს. და ვხედავ. თითქოს არის ასევე ნდობის საჭიროება. შენ უნდა გჯეროდეს ამ პოზიტიური ცვლილების. რადგან თუ შენ არ ენდობი, ცხოვრება არ განახლდება. თუ შენ არ ენდობი, საქმეები არ დაიძვრება და ეს ცხადია დიდად დააყოვნებს იმას, რასაც მე გეუბნები. ამიტომ საჭიროა ადგომა და საჭიროა მოქმედება ახალი შესაძლებლობის წინაშე, რადგან საბოლოო ჯამში ხმლების რაინდი თამაშობს ფუნდამენტურ როლს ამისთვის, რათა შენ ადგე იმოქმედო და განვითარდე. არ ვიცი, თქვენგან ვიღაცას ვინმე მოულოდნელად გააკვირვებს ამ, რადგან გრძნობს, რომ იმ ადამიანის დრო თქვენს ცხოვრებაში დაგვიანებით მოდის. ეს ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ის ადამიანი რეაგირებს შენს დამოკიდებულებაზე, რადგან შენ შესაძლოა თავდაყირა დააყენე რეალობა. და ის ადამიანი ამ სიტუაციის წინაშე რეაგირებს და რეაგირებს სპონტანურად, რეაგირებს ღამეზე და მეორე დღეზე აკეთებს რაღაცას, რაც გაბნევს, პირღიას გტოვებს.
რადგან უბრალოდ არ უნდა შენი დაკარგვა, არა, თითოეული თავად მიხვდება. მაგრამ არსებობს გამომწვევი, შენი მოქმედება ამ ადამიანის მიმართ, რათა იმ ადამიანმა რამე გააკეთოს. რიცხვი 25 არის რიცხვი 7, მისტიკური რიცხვი ნუმეროლოგიაში, მაგიის სასწაულების რიცხვი, რადგან ამბობს. შენ გაქვს ინფორმაციის ინტეგრირების, ინტერპრეტაციისა და ასიმილაციის დიდი უნარი. ინფორმაციის ინტეგრირება, ასიმილაცია და ინტერპრეტაცია როგორც შეგნებულ, ისე ქვეცნობიერ დონეზე. შენ იმყოფები მომენტში, როდესაც შენი ცნობის მოყვარეობა შეიძლება გახდეს უსასრულო. და ეს განაპირობებს იმას, რომ თემების მრავალფეროვნების აღმოჩენის სურვილმა მოგიტანოს საგნების უზარმაზარი ცოდნა. ეს არის კარგი მომენტი იმისთვის, რომ შენ ასევე აჩვენო ამ სიტუაციების წინაშე შენი შესაძლებლობა და შენი ინტელექტი, რადგან ეს ძალიან დაგეხმარება პრივილეგირებული ადგილის ან უფრო დიდი სარგებლის მიღწევაში იმასთან შედარებით, რაც შეიძლება იყოს სამუშაო პირობა, თანამდებობა, რაც შეიძლება იყოს სიტუაცია, სადაც ცხადია შენ უნდა აჩვენო შენი შესაძლებლობა. ეგ ეს არის თითქოს მოგების სიტუაცია, როგორც გვიჩვენებდა კვერთხების ხუთიანი. ასე რომ ჩვენ ვიწამებთ და განვაცხადებთ, რათა ეს მოხდეს.